ახლა აქ რას გვეუბნებიან? ესე იგი, აქ უნდა დაუბეჭდოთ მართკუთხედის ფართობი და პერიმეტრი. ესე იგი, მართკუთხედის სიგრძე-სიგანე 10 და 5, ლენგსი და ვიდზი. კარგი, დავწეროთ, ესე იგი, შევქმნით ცვლადი ლენგს უდრის 10 და ბრჭყალებში ავსვამთ, იმიტომ რომ ინტეჯერია, ვიდზი ახალი ცვლადი შევქმნით და უდრის 5-ს. ჩამოვედით ქვევით და ახლა შეგვიძლია პირდაპირ დავუბეჭდოთ და პრინტში გამოვთვალოთ ამათი ფართობი. ან შეგვიძლია კიდე ახალი ცვლადები შევქმნათ, გამოვთვალოთ ამათი ფართობი და პერიმეტრი და მერე დავუბეჭდოთ. მოდი პირდაპირ პრინტ დავწეროთ, გავხსენით ფრჩხილი, გავხსენით ბრჭყალი, დავწერეთ ფართობი, გადავედით გვერდით პლუსი, ხო, ასე უნდა დავწეროთ. show exercise, ხო. 1 და 2 წერტილიც, ხო, 2 წერტილიც მიწერია. გადავედით გვერდით და ახლა აქ რა უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ამათი ფართობი რა არის? ლენგსი გამრავლებული ვიდზე, ხო? ანუ აქ მე ეს პირდაპირ შემეძლია დავწერო ლენგს გამრავლებული ვიდზე, აი ასე ლენგს ფიფქი და width. მაგრამ ასე რომ დავაჭირო რანს არ ჩამითვლის შეცდომა იქნება, იმიტომ რომ აქ string-ი მაქვს, აქ ინტეჯერი. ამიტომ ეს უნდა ჩავსვა str-ში, გადავედით ბოლოში, დავხურეთ ფრჩხილი. გავუშვით და ახლა უკვე გამიკეთა. იგივენაირად ვაკეთებთ ახლა პერიმეტრზეც. print გავხსენით ფრჩხილი, გავხსენით ბრჭყალი. დავწერეთ დავწერეთ 2 წერტილი, გადავედით გვერდით, გავწერეთ პლუსი, ისევ string-ი, გავხსენით ფრჩხილი და ახლა აქ რას ვაკეთებთ? ესე იგი, პერიმეტრი რა არის? ორჯერ length plus width, ხო? ანუ 2 გამრავლებული length plus width. ამას წერთ ჩვეულებრივად 2 გამრავლებული, ოღონდ length plus width კიდევ ფრჩხილებში უნდა. plus width. აი ასე და როგორც ხედავთ, აქ 3 ფრჩხილით დაიხურა, ხო? ერთი ფრჩხილი არის აი ამისი, length და width, მეორე ფრჩხილი არის აი ამ string-ის და მესამე ფრჩხილი არის მთლიანად ამისი. Runs დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, ესეც დაგვიბეჭდა, check-ი ვნახოთ, ჩაგვითვალა, გადავიდეთ შემდეგ დავალებას.